მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავიღებთ მეოთხედ ფინალს. შემთხვევით ვიდეო დავიწყე და გამომირთო, იმიტომ რომ კოპირაითი შემეშინდა და წავშალი ის ვიდეო არ დავდე და ახლა ლიბერპულთან ვიწყებთ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალურ ეტაპს. წავედით. ნუ ხვალას გაგზელდება თუ გავალთ შემდეგ ეტაპზე, გრაუენბერხი და ფოფანა იდეალური იყო. კარგად ვართ მომზადებულები, აქ ბაგი, გაბაგა თამაშმა. კარგად ვართ მომზადებულები ჩემი აზრით, იმიტომ რომ გუშინდელი პარის სენ-ჟერმენის თამაში იყო ალბათ იდეალური იყო. ფოფანა რა კარგი ჩახტომა. აგვიტანა. გოლი გაგვიტანა, ვერ დავინახე ვინ იყო სამწუხაროდ, დაწერთ კომენტარებში თუ დაინახეთ ვინ იყო გოლის ავტორი აქ ესტევაო. ვილიან ესტევაო. მალევე უნდა უპასუხოთ ლივერპულს. ვილიან ესტევაო, კარგი პასი ვილიან ესტევაოს, რის ჯეიმსი, ისე ვილიან ესტევაო შეიწია და ნუ დაბლოკა სობოსლა იყო. ვერ ხედავ აქ გვარები არ იწერება ხოლმე, ეხლა დაეწერა კარგია. პასი არ უნდა მიცეს ვირც, თორე დაგვერხევა მერე სამწუხაროდ მიცა პასი და ვირცი და 2-0 ძალიან ცუდად ვიწყებთ სტენფორდ ბრიჯულ შეხვედრას, ძალიან ცუდად და ესე ენფილდზე ვერ წავალთ ნამდვილად სახარბიელო ანგარიშით. ესე ცუდად რატომ დავიწყეთ ენფილდზე ხა? ესტევაო. ენფილდზე კი არა, სტენფორდ ბრიჯი. პალმერი. ნუ მაგის ვიდეო აუცილებლად იქნება სინამდვილეში ლივერპული ჩელსი დარჩენილია, როგორც იცით პრემიერ ლიგაში და ვერცად ვერ გამექცევა ნოდო მარცხისთვისა განწირული. მაინც ვერ მოიგებს ლივერპული მაგ თამაშს და აზრი. ფოფანა ნახეთ რა პასი გააძვრინა ფოფანამ და 3-0 მიგებს ლივერპული უკვე. ძალიან სერიოზულად უკვე საქმე. ჟოო პედრო რა დრიბლინგია ჟოოსგან. ჟოომ წამოიღო მიმხმარებელი არავინ არ ყავს. ესაა ჩვენი დიდი პრობლემა, რომ შეტევაში არავინ არ ყავს მიმხმარებელი. ჟოო პედრომ დაკარგა და საშინელება ხდება აქ უბრალოდ. ეს არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება და წარმომედგინა. ჩალობა 1-1-ზე გადის კიდევ ერთხელ მეოთხე გოლს გამიტანს აქ ლივერპული და 4-0 ერთ ტაიმში. როგორ ვაგებ ბიჭო ლივერპულთან ჩელსი ეგრო წაიგოს ალბათ იმას ვიზამ რა ქვია. ჩელსი სამუდამოდ დავკარგა ფანობას. 4-0 რა არის ბიჭო? თან ესეთ ესტევაო რის ჯეიმსი ერთი გოლი ამ ტაიმში საჭირო. ერთი გოლი გამოსაფხიზლებლად. სულ რაღაც ერთი გოლი გვინდა რომ გამოფხიზლდეთ. პალმერზე გავიდა ეს პასი, კოულ პალმერმა შეიწია დაარტყა და დაბლოკა. მაგრამ აქ ენცო რატო დამიმთავრა? დასარტყმელი მქონდა. აქ 1-2 გოლი მეორე ტაიმში თუ არ შევაგდეთ, აქ 4 გოლის დაკაჩვა გამორიცხული იქნება ენფილდ როუდზე. გამორიცხული იქნება ნამდვილად. პარისთან რა კარგად ვითამაშეთ პირველ თამაში 2-0 რომ მოვიგე და მეორე თამაში უკვე არ გამოვიდა. ესეთ მეორე თამაში უკვე რთული თამაში იყო და 1-1 დავამთავრე საბოლოოდ, მაგრამ მაინც გავედი მშვიდად. და აქ ნუ 4-0-ს ვაგებთ და 0-4-ს მოდი ესე ფორმალურად ვიტყვი. თორე აქ ერთი გოლი თუ ვერ გავიტანეთ, ან 2 ენცო რა კარპას უკეთებს ესტევაოზე პალმერი ვანდაიკის წინააღმდეგ და ვანდაიკს უნდა მოუშვერდეთ, იმიტომ რომ გრძელი ფეხები აქვს და იცით ალბათ ვილჯირის შესაძლებლობები, ვინც ლივერპულის ფანი ხართ დამეთანხმებით. აქ კარგი კაისედოს ვერ გამოვიდა, კარგი თეიკლი ან ვარდნა, სალაჰი კონატეზე იბრაჰიმა გადაიტანა ოფსაიდში არ იყო ეკიტიკე უგო რის ჯეიმსი აქ თავზე უნდა ჩამოიღოს რა კარგი იყო რის ჯეიმსი ბრავო რის ჯეიმსი ძალიან კარგია რის ჯეიმსი მთელი თამაშის განმავლობაში ერთადერთი ვისაც გამოვარჩევთ რის ჯეიმსი შეტევაში ნახეთ რა კარგად ჩამოიღო ბურთი ნეტუ გადაღლილები არიან უკვე ჩვენი ფეხბურთელები კარგია ცენტრში კარგად გავათამაშეთ პედრო ნეტუმ შემოიწიოს უნდა პალმერი უფრა პასია პედრო ნეტუ ენცო ფერნანდესი გავათამაშეთ დაარტყა ენცომ და ალისონ ბეკერი კუთხურები ძალიან საშიში გვაქვს ტრევო ჩალობაზე კონატე დაბლოკა კაისედო ბოლო იმედი აქ არა ეკიტიკე არ უნდა გამოვიდეს მეხუთე თუ გაუშვი წავაგეთ ეკიტიკე არ უნდა გააყოლოს 1-1-ზე ეკიტიკეს პასი გადავრჩის აქეთ კონტ შეტევა წამოვიწყეთ ჟოო პედრო რა კარგია ჟოაუ ალისონ ბეკერი არა ეს კაცის რისთვის არის აქ მაინე
ალისონ ბეკერი, არა, ერთი შეტევა მოვასწროთ იქნება. ძალიან იძაბება მეგობრებო. არ გამიტანოს ლივერპულს თორე წავაგეთ. 4-0 ნახდათ ვეღარ არის. 5-0 ნახდათ ვეღარ არის კოჭა. 4-0 წავაგეთ მეგობრებო. რა შანსი ქონდა ჟოო პედროს ბოლო წუთზე და ენფილდ როუდზე მოაქვს მოსაგები 4-0. ამით დაგემშვიდობებით, თქვათ უცებ ანგარიშები 3-2 ისა რა ქვია. ჩვენ 4-0 წავაგეთ, ბაიერნმა 3-1 მოუგო სიტის, ატლეტიკომ 4-1 ბარსას და 3-2 ლევერკუზენმა ბუდე გლიმტს და ნახოთ რა ხდება. ეხლა დავამთავროთ ეს ნაწილი და დავიწყოთ შემდეგ ვიდეო.